2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 48 ქვეყანა მონაწილეობდა. გაფართოებულმა ფორმატმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ისეთ პატარა ქვეყნებსაც გაუხსნა, როგორიცაა კაბო-ვერდე, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 9 მილიონია და კიურასაო, სადაც მხოლოდ 150,000 ადამიანი ცხოვრობს. ამან კიდევ უფრო თვალშისაცემი გახადა ორი გიგანტური ქვეყნის არყოფნა. ინდოეთში 1,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ჩინეთში 1,4 ეს დაახლოებით 9,000 ჯერ აღემატება კიურასაოს მოსახლეობას, თუმცა ვერცერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო ისეთი 11 ფეხბურთელის შეკრება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებდა. ჩინეთი მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ მონაწილეობდა, ხოლო ინდოეთი არც ერთხელ. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე ველს, ჰაიტის ან თუნდაც ჩრდილოეთ კორეას აქვს. არსებული მონაცემების მიხედვით ჩინეთში დაახლოებით 200 მილიონი ფეხბურთის გულშემატკივარია, ხოლო ინდოეთში 136 მილიონი. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, რომლებიც რეგულარულად მონაწილეობენ მსოფლიო ჩემპიონატებზე. მას რატომ ვერ ახერხებენ ჩინეთი და ინდოეთი ფეხბურთისადმი ასეთი უზარმაზარი ინტერესი მაღალი დონის ფეხბურთელებში გარდაქმნან. ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა სურს, ბავშვებისგან ელიტური ფეხბურთელების აღზრდა უწევს. თითქმის ყველა წარმატებული საფეხბურთო ქვეყანა ამ მიზნით პირამიდის პრინციპზე აგებულ სისტემას იყენებს. ევროპაში 400,000-ზე მეტი საფეხბურთო მოედანია, რაც მილიონობით ბავშვს საშუალებას აძლევს ფეხბურთი თუნდაც მოყვარულის დონეზე ითამაშოს. პირამიდის შემდეგ საფეხურზე სხვადასხვა ორგანიზაცია დგას, რომლებიც ბავშვებს ასაკის მატებასთან ერთად ფეხბურთში დარჩენაში ეხმარებიან. ეს შეიძლება იყოს სასკოლო ფეხბურთი, შაბათკვირის ლიგები, აკადემიები, ახალგაზრდული კლუბები. ამის შემდეგ უკვე მოდის პროფესიული ლიგების სისტემა. მაგალითად, ინგლისში 11-ზე მეტი ლიგური დონე არსებობს. ნახევრად პროფესიული ჩემპიონატებიდან დაწყებული, მსოფლიოში ყველაზე კომერციულ და ძლიერ ლიგამდე, ინგლისის პრემიერ ლიგამდე, რომლის წლიური ღირებულება დაახლოებით $8 მილიარდ შეადგენს. იდეალურ შემთხვევაში ეს პირამიდა უნდა მუშაობდეს როგორც კონვეიერი, რომელიც ნიჭიერ ფეხბურთელებს ეტაპობრივად ეროვნული ნაკრებისკენ მიიყვანს, საბოლოოდ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე. ყველაზე წარმატებული საფეხბურთო სისტემები ქვედა დონეზე ფართოა და ზედა საფეხურებამდე თითქმის უწყვეტ კავშირს ინარჩუნებს. როგორც ჟურნალისტი და გეოპოლიტიკის ექსპერტი ბობი გოში აღნიშნავს, 1950-იან წლებში ინდოეთი აზიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საფეხბურთო ქვეყნად ითვლებოდა. ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალამდეც მიაღწია და მსოფლიო ჩემპიონატშიც მიიწვიეს, თუმცა ტურნირზე მონაწილეობაზე უარი თქვა. 1971 წელს ინდოეთმა კრიკეტში ყოფილი კოლონიზატორი ინგლისი დაამარცხა, რამაც ქვეყანაში ეროვნული სიამაყის ძლიერი ტალღა გამოიწვია. ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც ინდოეთი 10 წლების შემდეგ კრიკეტის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 2000-იანი წლებისთვის კრიკეტი უკვე ქვეყნის უდავო ნომერ 1 სპორტად იქცა. სახელმწიფომ და კერძო სექტორმა უზარმაზარი ინვესტიციები სწორედ კრიკეტის განვითარების სისტემაში ჩადეს, ხოლო ფეხბურთის ინფრასტრუქტურა ყურადღების მიღმა დარჩა. ინდოეთის ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ 2023 წლის სტრატეგიულ დოკუმენტშიც აღიარებს, რომ ქვეყანაში ფეხბურთში მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი გამოწვეულია რეგულარული ტურნირების ნაკლებობით, არასაკმარისი ინფრასტრუქტურითა და კვალიფიციური მწვრთნელების დეფიციტით. ბავშვებიც კი, რომლებიც ფეხბურთის თამაშს იწყებენ, ხშირად ვეღარ აგრძელებენ განვითარებას, რადგან შესაბამისი კლუბები უბრალოდ არ არსებობს. 2023 წლის მონაცემებით ინდოეთში 100-ზე ნაკლები განვითარების კლუბი ფუნქციონირებდა. ისინიც კი, ვინც საბოლოოდ ინდოეთის სუპერლიგამდე აღწევენ, მუდმივი ფინანსური და ორგანიზაციული პრობლემების წინაშე დგანან. 10 წლეულების განმავლობაში დაგროვებულმა იმედგაცრუებამ ინდური ფეხბურთი მან კი ერთ წრეში მოაქცია. პოლიტიკოსები ფეხბურთს ყურადღებას არ აქცევენ, რადგან საზოგადოებრივი მოთხოვნა არ არსებობს, ხოლო ცვლილებების არარსებობის გამო საზოგადოებასაც აღარ სჯერა, რომ სიტუაცია შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს. თუ ინდოეთი ფეხბურთის განვითარებისთვის საკმარის ძალისხმევას არიჩენს, ჩინეთის შემთხვევაში პრობლემა სრულიად განსხვავებულია. იქ შესაძლოა ფეხბურთის განვითარებას ზედმეტად ცენტრალიზებული მიდგომა უშლის ხელს. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ჯერ კიდევ კომუნისტურ პარტიაში დაწინაურების პერიოდში მას ხშირად ხედავდნენ საფეხბურთო თამაშებზე. ჩინეთის მამაკაცთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად მხოლოდ 2002 წელს ითამაშა, თუმცა ის გამოსვლა კატასტროფული აღმოჩნდა. გუნდმა 3-ვე მატჩი წააგო, ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა და საკუთარ კარში 9 გოლი მიიღო. 2015 წელს ჩინეთის მთავრობამ ფეხბურთის განვითარების მასშტაბური სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც იდეალურად გამოიყურებოდა. გეგმის მიხედვით ჩინეთს საფეხბურთო პირამიდა ყველაზე ქვედა დონიდან უნდა აეშენებინა. სახელმწიფომ პირობა დადო, რომ ააშენებდა 70,000 საფეხბურთო მოედანს, 20,000 საწვრთნელო ცენტრს და 30 მილიონ ბავშვს სკოლებში რეგულარულად ათამაშებდა ფეხბურთს. ამ მიზნით მსხვილ ჩინურ კომპანიებს მოუწოდეს სუპერლიგის კლუბები შეეძინათ და მსოფლიოს ვარსკვლავი ფეხბურთელები გადაებირებინათ, რათა ჩემპიონატის დონე მნიშვნელოვნად გაზრდილიყო. შედეგად ჩინურმა კლუბებმა ისეთი მასშტაბის ტრანსფერები განახორციელეს, რომ ევროპულ ფეხბურთშიც კი შეშფოთება გამოიწვია. ერთ მომენტში ჩინეთის კლუბებმა ტრანსფერებზე წლის პირველ 2 თვეში უფრო მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე ერთად აღებულმა იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის ჩემპიონატებმა. მილიონობით ბავშვმა მართლაც დაიწყო ფეხბურთის თამაში
თამაში, მაგრამ მათი დიდი ნაწილი სპორტს მოზარდობის ასაკში ტოვებდა. ამის მთავარი მიზეზი ჩინეთის უკიდურესად რთული გაო კაოს უნივერსიტეტში მისაღები გამოცდაა, რომლისთვისაც მომზადება ახალგაზრდების თითქმის მთელ თავისუფალ დროს იკავებს. შედეგად საფეხბურთო განვითარების ჯაჭვში უზარმაზარი სიცარიელე ჩნდებოდა და პროფესიულ პროგრამებამდე მხოლოდ გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვები აღწევდნენ. აკადემიებში მოხვედრის შემდეგაც ფეხბურთელები უმკაცრეს და ერთფეროვან სავარჯიშო პროცესს გადიოდნენ, რომელიც მათ ტექნიკურად დისციპლინირებულ სპორტსმენებად აყალიბებდა, თუმცა ვერ ავითარებდა იმ კრეატიულობას, რომელიც მაღალი დონის ფეხბურთისთვის არის აუცილებელი. თუმცა არსებობს კიდევ ერთი გზა, რომელსაც ორივე ქვეყანა პრაქტიკულად არ იყენებს. არც კაბო-ვერდემ და არც კიურასაომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში დაბადებული ფეხბურთელებით არ მოიპოვა. ორივე ქვეყანამ აქტიურად გამოიყენა FIFA-ს მრავალწლიანი წესი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში იმ ფეხბურთელების თამაშის უფლებას იძლევა, რომელთა მშობლები ან წინაპრები შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეები არიან. 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კაბო-ვერდეს 26 ფეხბურთელიდან 15 საზღვარგარეთ იყო დაბადებული, ხოლო კიურასაოს შემთხვევაში 26-დან 25 ფეხბურთელი და მოგვიანებით საკუთარი ფესვების ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა. ინდოეთსა და ჩინეთსაც უზარმაზარი დიასპორები ჰყავთ, თუმცა ისინი ამ რესურსს თითქმის არ იყენებენ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოქალაქეობის კანონმდებლობაა. მაშინ, როდესაც კაბო-ვერდე და კიურასაო ფეხბურთელებს საშუალებას აძლევენ შეინარჩუნონ თავდაპირველი მოქალაქეობა და პარალელურად ეროვნული ნაკრების ღირსებაც დაიცვან, ინდოეთი და ჩინეთი მოითხოვენ, რომ მოთამაშე მხოლოდ ინდოეთის ან ჩინეთის მოქალაქე გახდეს. ასეთ ნაბიჯზე წასვლა ძალიან ცოტა სურს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორივე ქვეყნის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას ვერ აღწევს. მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს, თუ ინდოეთის ხელისუფლება დაამტკიცებს ინიციატივას, რომელიც სპორტული პასპორტის შემოღებას ითვალისწინებს. ასეთი სისტემა ორმაგი მოქალაქეობის მქონე სპორტსმენებს ინდოეთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლობის უფლებას მისცემს. პატარა სახელმწიფოებმა არაერთ ძლიერ საფეხბურთო ქვეყანას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და დაამტკიცეს, რომ თანამედროვე ფეხბურთში მოსახლეობის რაოდენობა აღარ არის წარმატების მთავარი გამსაზღვრელი. მსოფლიო ჩემპიონატი მათთვის არა მხოლოდ სპორტული ტურნირია, არამედ შესაძლებლობა მსოფლიო რუკაზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ და ეგრეთ წოდებული რბილი ძალა გააძლიერონ, გავლენა რომელიც სპორტს ბევრად ცდება. ამ ფონზე განსაკუთრებით უცნაურია, რომ მსოფლიოს ორი უდიდესი დემოგრაფიული და ეკონომიკური ძალა ჩინეთი და ინდოეთი ამ შესაძლებლობას საკუთარი სახელმწიფო პოლიტიკის გამო ვერ იყენებენ. თუმცა ანალიტიკოსები ოპტიმისტურადაც არიან განწყობილნი. მათი შეფასებით ჩინეთი და ინდოეთი მსოფლიო ჩემპიონატთან ბევრად ახლოს არიან, ვიდრე თავად ჰგონიათ. ორივე ქვეყანას აქვს უზარმაზარი ადამიანური რესურსი, მილიონობით ფეხბურთის გულშემატკივარი და საკმარისი პოტენციალი იმისათვის, რომ მომავალში მსოფლიო ჩემპიონატის მუდმივ მონაწილეებად იქცნენ.